ფოტს ახლა ვერავინ დაგვარწმუნებს ჩვენ იმაში, რომ წყალტუბოში უფრო ადვილია დასაქმება ვიდრე ფოტში. გამოვლინდა ფოტოკონკურსი ახალი საქართველოს გამარჯვებული საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული გიორგი ფუტკარაძე პროფესიონალური ციფრული ფოტოკამერით დააჯილდოვა. კონკურსი ახალი საქართველოს სამინისტროს ორგანიზებით Facebook-ზე მიმდინარეობდა მონაწილეობა მასში 80-მდე ფოტო მიიღო. გამარჯვებული მოწონებების რაოდენობით გამოვლინდა. მეორე ადგილის მფლობელ ზურაბ ღარიბობს სამოყვარულო ფოტოკამერა გადაეცა. კონკურსის მიზანი ქვეყანაში გახორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პოპულარიზაცია იყო. ძალიან განკეთდება და მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაინახო. თავისთავად ეს კონკურსი დარწმუნებული ვარ და ეს სურათები ჩვენ 80 სურათი ნახეთ, უამრავ ადამიანს დაანახეთ თუ რა მოახერხეთ ამ წლების განმავლობაში და მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. გახარებული ვარ ის რომ ახალგაზრდა ადამიანებმა გაიმარჯვეს ამ კონკურსში. ალბათ ძალიან რთულია დაიჭირო მომენტი და ეს მომენტი იყო სწორედ დანახული. მათ თვითონ კარგად იციან, თუმცა კონკურსი იყო ობიექტური, მათ ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. და შესაბამისად ეს დაახლოება ჩვენს მივიღეთ რომ ადამიანებს შემდგომში წავახალისებთ. სამინისტრომ გამოაცხადა ფოტოკონკურსი, გადავიღეს სურათი, გავიმარჯვე, დამაჯილდოვეს პროფესიონალური ციფრული ფოტოკამერით, რაზეც დიდ მადლობას მოვახსენებ სამინისტროს და ამ კამერით ვეცდები შემდეგ ჩატარებულ კონკურსებში უფრო კარგი სურათები გადავიღო.